მინდა გადავიდე ისეთ თემაზე, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ძალიან დაინტერესებს და მათთვის ძალიან საჭირო იქნება და პრინციპში არა მარტო მოქალაქეებს, არამედ ქვეყნის სტუმრებსაც. ახალი დიზაინის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების გაცემა იწყება. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს ახალი თაობის განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის, ესე იგი ელექტრონული მოწმობის გაცემას. ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, ვინც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. და მოდით მივესალმოთ ჩვენს სტუმარს, რომელიც უკვე სტუდიაშია, რუსუდან კოხოძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე არის ჩვენთან ერთად. რას მოიცავს ეს სიახლე, ქალბატონო რუსუდან, რომ გაგვარკვიოთ უფრო კარგად? დილამშვიდობის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისთვის. როგორც ბრძანეთ, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დღეიდან 6 ოქტომბრიდან იწყებს ახალი თაობის მაღალტექნოლოგიური და ეროვნული თემატიკით გაჯერებული ბიომეტრიული პასპორტების გაცემას. ეს გულისხმობს იმას, რომ ახალი დოკუმენტები, რომელსაც 6 ოქტომბრიდან მიღებულ განაცხადებს შემდეგ მიიღებენ მოქალაქეები, იქნება განსხვავებული დიზაინის და გარდა დიზაინისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ იქნება უფრო მეტად დაცული, უსაფრთხო, მრავალი დამცავი ნიშნით გამორჩეული, რაც მას უფრო სანდოს გახდის. დოკუმენტები, რომლებსაც აქამდეც გასცემდა საქართველოს, გულისხმობ მოქალაქის პასპორტს თუ სხვა ნებისმიერ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, ისედაც უსაფრთხოდ იყო აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიები ვითარდება, ამასთან სდევს სხვადასხვა გამოწვევები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ თანამედროვე გამოწვევებს გავუმკლავდეთ ღირსეულად და ახალ ტენდენციებს ავუწყოთ ფეხი. შესაბამისად, ახალი დიზაინის დოკუმენტი, გარდა იმისა, რომ დიზაინით არის განსხვავებული, ასევე არის უფრო მაღალ ტექნოლოგიური და მეტად დაცული. თვითონ კონცეფციას მოგახსენებთ დიზაინს, რაც შეეხება, ეს მოიცავს სიმბოლურ მოგზაურობას საქართველოში, რომელიც იწყება თბილისიდან და სრულდება სოხუმის ისტორიულ პორტში და შესაბამისად პასპორტის გვერდებზე რეგიონების მიხედვით დატანილი არის ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის ამსახველი, სხვადასხვა ნიმუში, ძეგლი, ასევე წითელ წიგნში შეტანილი ფლორისა და ფაუნის ნიმუშები. და ძალიან ლამაზია დიზაინი, რომელიც ხილული არის, ასე შეუიარაღებელი თვალით, მაგრამ გარდა ამისა, ულტრაისფერ ნათებაზე თუ ჩანს პასპორტი ყდაზე გამოიყურება ისევ როგორც იყო. თითქმის იგივეა, მაგრამ უკვე შიგნით გვაქვს ბევრი სხვაობა. პირველი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ ასევე ისიც, რომ პერსონალიზაციის გვერდი, ეგრეთ წოდებული, სადაც დატანილი არის მოქალაქის პერსონალური მონაცემები, სახელი, გვარი და სხვა ინფორმაცია, არის პოლიკარბონატის. პირველი კამერა იღებს და თუ შეიძლება ისე შეაძლიერებო. პოლიკარბონატის არის ეს გვერდი, მყარი, ისეთივე როგორიც არის პირადობის დაბადასტურებელი მოწმობები. და შესაბამისად არის მეტად დაცული და დაზიანებისგან მეტად დაცული და უსაფრთხო ეს დოკუმენტი და უფრო გამძლე. და გარდა ამისა აქვს ბევრი დამცავი ნიშანი, მათ შორის არის დატანილი არის სურათი სხვადასხვა ფორმით, ხდება გრავირება ლაზერის საშუალებით, ასევე უკანა მხარეს აქვს ვადა რა ვადით გაიცემა ეს პასპორტი, ისევ პასპორტის გაცემის ვადა რჩება იგივე, ისევ 10 წლიანი იქნება ეს პასპორტები, სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის, არასრულწლოვანებისთვის მოგეხსენებათ, რომ არის 4 წლიანი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ დოკუმენტები, რომლებიც ახლა აქვს ადამიანებს და არის ვადიანი ჯერ კიდევ, არ არის სავალდებულო რომ ჩანაცვლდეს, სანამ მათი მოქმედების ვადა არ ამოიწურება. თუმცა ცხადია, თუ ვინმეს უნდა ახალი დიზაინის დოკუმენტის აღება, ამის შესაძლებლობა ექნება. გარდა ამისა, განაცხადის განხილვის ვადებიც, ანუ პასპორტის მიღების ვადებიც რჩება იგივე, ისევ მე-10 დღეს გაიცემა სტანდარტულ შემთხვევაში, მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს კვლავ დაჩქარებული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა, იმავე დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს, მეხუთე დღეს შეუძლიათ შესაბამისი საფასურის გადახდის
შემთხვევაში მოქალაქეებმა მიიღონ პასპორტები, რაც ისეთი გამორჩეული სერვისია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში ასეთი დაჩქარებული სერვისები არ აქვს ხოლმე პასპორტების გაცემას. ანუ პასპორტიც ჩვეულებრივად იქნება, გადასახადი იქნება, ხო? ხედავთ, კი ბატონო, მეათე დღეს როგორც იყო სტანდარტულად 150 ლარი ღირებულება, ისევ იგივე რჩება, ღირებულება არ იზრდება და ვადებიც შეღავათები ვიზე ვრცელდება დაუშვათ. შეღავათები ვრცელდება, კანონმდებლობით განსაზღვრული არის გარკვეული კატეგორია პირებისა, როგორიც არის მაგალითად ომის ვეტერანები, როგორიც არის მაგალითად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეობა მიღებული პირები და სხვა კატეგორიის მოქალაქეები, მაგრამ უმრავლესობისთვის მოქალაქეებისთვის არის 150 ლარი, ხოლო არასრულწყვილების შემთხვევაში 75 ლარი პასპორტის ღირებულება. დაჩქარებული ვერსიის განსხვავებული არის ვადების მიხედვით. იმავე დღეს პასპორტის აღება, ვისაც სურს, საფასური არის 350 ლარი და ასე მეორე დღეს 300 ლარი, კი ბატონო, მეათე დღეს არის 150 ლარი. ბატონო, გასაგები, რაც შეეხება ბიომეტრიულ პირადობის მოწმობას, ასე ვთქვათ, აქაც არის ცვლილება თუ რჩება? კი ბატონო, პირადობის მოწმობის გაცემაც განახლებული დიზაინით იგეგმება, არა მხოლოდ დიზაინით, არამედ დაცვის ხარისხი აქაც უფრო გაზრდილია. ეს მოხდება ნოემბრის თვეში, 3 ნოემბრიდან დავიწყებთ ახალი დიზაინის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემას. ხოლო დღეს იწყება პასპორტების და ასევე ბინადრობის მოწმობების, უცხოელებისთვის ბინადრობის მოწმობების გაცემა. ანუ ესეც დიზაინში იქნება, მხოლოდ სხვაობა თუ რაღაც სხვა მოიცავს რა? გარდა დიზაინისა, მნიშვნელოვანი არის ტექნოლოგიურად უფრო მეტად დაცული დოკუმენტები. პასპორტის შემთხვევაშიც და პირადობის მოწმობის შემთხვევაშიც აქ არის ძალიან ბევრი დამცავი ნიშანი, რომელიც დატანილი არის ამ ახალ დოკუმენტზე, რომელიც არ იყო წინა დოკუმენტებზე. და მათ შორის არის მაგალითად დამცავი ძაფი, რომელიც თქვათ გაჯერებული არის ძველი ქართული პიქტოგრამებით, რომლის გაყალბებაც მარტივად რომ თქვათ, უხეშად რომ თქვათ, ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ უსაფრთხოების კუთხით ეს დოკუმენტები უფრო მეტად უპასუხებს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებსაც და მეტად იქნება აღიარებული შესაბამისად საერთაშორისო. ალბათ როგორც წინა შემთხვევაში აქაც სამი ფერის პასპორტები იქნება დიპლომატებისათვის, ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის და კი ბატონო, 5 სახეობის სხვადასხვა სახეობის პასპორტი გაიცემა. სამგზავრო დოკუმენტი. ეს გახლავთ მე, რომელიც მიჭირავს ხელში, ეს არის ჩვეულებრივი სამგზავრო პასპორტი საქართველოს მოქალაქის. არსებობს ასევე დიპლომატიური პასპორტი, არსებობს სამსახურებრივი პასპორტი, რომელიც შავი ფერის არის. არსებობს ასევე ლტოლვილი სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი და ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი. ანუ 5 სახეობის არის სულ და დღეიდან იწყება ყველა მათგანის გაცემა განახლებული დიზაინით. და დაუშვათ, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, ამ შემთხვევაში როგორ შეუძლიათ რომ იმართონ საადროგო? კი ბატონო, სერვისების განვითარების სააგენტო ამ ხრივაც გამორჩეულია საქართველოს შემთხვევაში, რადგან ჩვენ გვაქვს დისტანციურად ამ მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ანუ ნებისმიერი პირი, რომელსაც ერთხელ მაინც აღებული აქვს ბიომეტრიული მონაცემების შემცველი პასპორტი, ანუ ბიომეტრიული პასპორტი, თუ კი იმყოფება საზღვარგარეთ, შესაძლებლობა აქვს ჩვენი დისტანციური მომსახურების სერვისით ისარგებლოს, შევიდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც არის ფანჯარა, სადაც მოცემული არის დისტანციური მომსახურება და ამ მომსახურების საშუალებით შეუკვეთოს, ასე ვთქვათ, პასპორტი და მიიღოს ის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პოსტის მეშვეობით. რა თქმა უნდა, პირის იდენტიფიცირება ამ შემთხვევაში ხდება ვიდეო კავშირის საშუალებით, საფასურების თითქმის იგივეა, მეორე დღესვე შეუძლია უკვე მიიღოს ჩვენი მხრიდან ესეთი პასპორტი საქართველოში, თუ კი დისტანციურად უკვეთავს და ამ მხრივ მეტად მოქნილი არის ჩვენი სერვისი, ადგილზე მოსვლა არ არის ხოლმე საჭირო, თუ კი ამის შესაძლებლობა არ არსებობს. სხვა მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის სახლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დღეიდან უკვე მზად არიან მოემსახურონ მოქალაქეებს და მნიშვნელოვანი ასევე ის აღინიშნოს, რომ განახლებულ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, ვინც დღეიდან შეიტანენ განაცხადებს. შესაძლოა დღეს ასევე გაიცეს დოკუმენტები, რომლებიც წინა კვირაში იყო შეკვეთილი, ოღონდ ის იქნება ძველი დიზაინის, ხოლო დღევანდელ განაცხადებზე და უკვე აქედან მოყოლებული იქნება ახალი დიზაინის დოკუმენტები. კაბადონუსთან ერთი ასეთი შეკითხვა. თქვათ, მე მაქვს 10 წლიანი ვიზა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძველ პასპორტში.
ეს ავტომატურად გადადის თუ ამისთვის უნდა მივაკითხოთ ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს თუ ეს ინფორმაცია არის თუ არა დაგროვილი, გადადის თუ არა ახალ პასპორტში. როდესაც თქვენ იღებთ ახალ პასპორტს, ძველი პასპორტი ავტომატურად უქმდება. დიახ. ვიზა რა თქმა უნდა ვადიანი რჩება, ეს ალბათ უფრო ხაშედა იმ საელჩოს კომპეტენცია, ვინც თქვა საკონსულოს ვინც ვიზას გასცემს, მაგრამ პრაქტიკის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ პასპორტში ვიზა რჩება, ჩვენ არ ვიბარებთ გაუქმებულ პასპორტებს, გაუქმებული პასპორტი თქვენთ არ რჩება, შესაძლებელია ამის გამოყენებაც, თუმცა როგორც პრაქტიკაც ხატყობს, ზოგიერთ შემთხვევაში საზღვარზე შეიძლება იქნებოდეს ამასთან დაკავშირებით პრობლემები და ჯობია მაინც ვიზა იყოს ვადიან დოკუმენტში, ანუ ახალ დოკუმენტში და ამისთვის ალბათ ხელახლა მიმართვა იქნება ხოლმე საჭირო საკონსულოსთვის. ასეთი არის პრაქტიკა ყოველ შემთხვევაში. ასაკი თუ არის აქ რამენაირად შემოფარგლული? პასპორტის აღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ასაკის მიუხედავად, ანუ პატარა ბავშვებსაც ჩვილობიდან მოყოლებული, კი ბატონო, ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს, განსხვავება მხოლოდ გახლავთ ის, რომ არასრულწლოვნების შემთხვევაში პასპორტი გაიცემა 4 წლის ვადით, იქიდან გამომდინარე, რომ მოგეხსენებათ ბავშვი სწრაფად იზრდება, იცვლება მისი სახე, ასე ვთქვათ, და ფოტოში იდენტიფიცირება, როდესაც ბავშვი გაიზრდება, ვთქვათ, 4-5 წლის შემდეგ შეიძლება მარტივი აღარ იყოს. და აქედან გამომდინარე არის ეს შეზღუდვა შემოღებული, რომ აი 4 წელი არის ის გონივრული ვადა, როდესაც კიდევ შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე უნდა შეიცვალოს პასპორტი. რაც შეეხება სრულწლოვან მოქალაქეებს, 10 წლიანი პასპორტები ჩვეულებრივ გაიცემა მათ. ქალბატონ რუსტან, კიდევ ერთხელ მაინც გავიმეოროთ, ხომ ტელემაყურებლისთვის, რომ ეს არ არის სავალდებულო ახლა შეცვლა ამ პასპორტის, ეს უბრალოდ შეგვიძლია დღეიდან, აი თქვენ რო ვთქვათ. დღეიდან შეუძლია აიღოს პასპორტი იმ ადამიანებმა, ვისაც მაგალითად მოქმედების ვადა გავიდა ძველ დოკუმენტებზე, ან უბრალოდ სურს, რომ ახალი დიზაინი აიღოს, მაგრამ სავალდებულო ეს არ არის, ვიდრე თქვენი მოქმედი პასპორტები მოქმედების ვადას ინარჩუნებენ, თქვენ ვალდებული არ ხართ შეცვალოთ პასპორტები, ხოლო როდესაც უკვე მოქმედების ვადა ეწურება, მიიღებთ განახლებულ დიზაინის პასპორტს. და ძალიან დაცულს, როგორც ახლა დაცულს, მაღალ ტექნოლოგიურს, უფრო სანდოს და უფრო უსაფრთხოს, ასევე ძალიან ლამაზი დიზაინის ქონეს და აქვე ვისარგებლებს შემთხვევით, რომ მადლობა მინდა გადავუხატო ყველა იმ პირს და უწყებას, ბევრი მუზეუმი, ბიბლიოთეკა იყო ჩართული დიზაინის შემუშავების პროცესში, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, გაჯერებული არის ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, არტეფაქტებით და შესაბამისად მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში და მინდა მადლობა გადავუხატო თითოეულ ჩართულ პირს ამ პროცესში, ამ მნიშვნელოვან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტის შექმნის პროცესში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობას მოგახსენეთ. რუსო დანკოხუძე იყო ჩვენთან ერთად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე. ძალიან დიდი მადლობა რომ დილიდან ჩვენთან იყავით.